ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ბინდაცია საქართველოს უკან, რუსეთისკენ. კაპიო არის ყველაფერი. 26 ოქტომბერი რეფერენდუმად არის გამოცხადებული. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორის ბალთაზე. მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოს დაუბრუნოს თავისი ევროპული ოცნება. ჩვენ ამის პარალელურად ვთქვით, რომ კი ბატონო, თუ კი გსურთ, რომ კაფიო იყოს არჩევანი ორ საკითხს შორის, ჩვენ საზოგადოებას ვეთქვით, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ უთხარით საზოგადოებას, რომ სინამდვილეში ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. და საზოგადოებამ ოპოზიციისვე რეფერენდუმად გამოცხადებულ 2024 წლის არჩევნებში ისტორიული არჩევანი გააკეთა. უარი უთხრა გარედან მოსულ არნახულ ზეწოლას, უარი უთხრა გარეძალების დიქტატს, უარი უთხრა აგენტოკრატიას. და შემდეგ ხელისუფლებასთან ერთად ქართველ ხალხს მოუწია გაეძლო გარედან მხარდაჭერილი რადიკალებისა და მათი პატრონების არნახული შანტაჟისა და მუქარებისთვის. სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ეროვნული ინტერესები იყო ის ლოგიკური არჩევანი, რომელიც 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერმა გააკეთა. და მთელ მსოფლიოს მკაფიოდ უთხრა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც მათი სამშობლოს ბედი გადაწყდება, მხოლოდ საქართველოა. მაგრამ ამ გამარჯვებამდე მისასვლელი გზა არ ყოფილა მხოლოდ რთული. არამედ ეს იყო ვიწრო ბილიკი, სადაც შეცდომის დაშვების საზღაური სამშობლოს დაკარგვა იქნებოდა. ყველაფერი კი იმ წამიდან დაიწყო, როდესაც გარეძალებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიზნად დაისახეს საქართველოში ხელისუფლების აგენტოკრატიით შეცვლა. პირველ რიგში მოხდა ის, რომ გარეძალებს დაქვემდებარებულმა ჯგუფებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს. მხოლოდ ერთი მიზეზით. მათ არც საარჩევნო პროგრამა გააჩნდათ და არც რაიმე კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას შესთავაზებდნენ. ეს მათმა პატრონებმაც კარგად იცოდნენ. იცოდნენ, რომ ურეიტინგო ოპოზიციას გამარჯვების მცირედი შანსიც კი არ ექნებოდა არჩევნებზე. ამ ძალებს საზოგადოებაში არც რეპუტაცია ჰქონდათ შერჩენილი და შესაბამისად არც ნდობა. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აეღოთ. არჩევნებში პირდაპირი ჩარევა დაიწყეს და ოპოზიციის კამპანია ევროინტეგრაციის თემაზე ააგეს. მარტივ პროპაგანდისტულ ხრიგს მიმართეს და მთელი არჩევნები ერთ ფრაზაში გააერთიანეს. ევროინტეგრაცია უდრის ოპოზიციის გამარჯვებას და ეს გზავნილი სალომე ზურაბიშვილს გაახმოვანებინეს. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერ რომელიმე პარტიას, რეალურად ხმას ვაძლევთ ევროპულ მომავალს. სწორედ აქ გაავლეს მკაფიო ზღვარი, რითაც საზოგადოებას უთხრეს, რომ შესაძლოა ოპოზიცია არ მოგწონთ, მაგრამ მაინც ისინი უნდა აირჩიოთ, თუ ევროპა გინდათ. და ეს იქნება მთავარი ხაზი, რომელზეც მთელი ოპოზიცია აეწყობა, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ოპოზიციაზე მეტად მათ საარჩევნო კამპანიაში აქტიურობდნენ ელჩები, ევროპარლამენტარები, ევროკომისია, სენატორები, იმდროინდელი სახელმწიფო დეპარტამენტიც კი, უცხოური ფული USAID-სა და NED-ის სახით, მათ მიერ დაფინანსებული აქტივისტები, NGO-ები, სადამკვირვებლო მისიები. მათ ქართველ ხალხს უთხრეს, ან ირჩევთ ოპოზიციას, ან კარგავთ ევროპას. თუმცა ერთია შეთავაზება, მეორე კი საზოგადოების დარწმუნება. და სწორედ აქედან იწყება არნახული მასშტაბის პროპაგანდა, გაჯერებული ზეწოლითა და შანტაჟით. ცხადია უცხოელები ხვდებოდნენ, რომ რთული იქნებოდა იმ ხელისუფლების ანტიევროპულ ძალად შერაცხვა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტად დააახლოვა ქვეყანა ევროკავშირთან. გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, ადამიანებს მისცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
ბიზნესი, მედია, სასამართლო გაათავისუფლა რეჟიმის წნეხისგან. გააფორმა ვიზა ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, გარე ძალებმა ამ მიღწევების გადაფარვა გადაწყვიტეს უსაფუძვლო და უსამართლო ქმედებებით. ეს გავდა ბრძოლას წესების გარეშე, რადგან სამართლიანი თამაშის წესებით ხვდებოდნენ, რომ ხალხის რეალურ არჩევანს, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერაში ვლინდებოდა, ვერ შეცვლიდნენ. ამიტომაც მისი არსით პოზიტიური მოვლენა, ევროინტეგრაცია, ბრძოლის მთავარი იარაღად აქციეს. ქვეყანაში 2024 წლის 24 აპრილია, არჩევნებამდე 6 თვე. რადიკალები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციებს მართავენ. ევროპარლამენტი კი რეზოლუციას ამზადებს. ამბობენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია და მას ევროპასთან საერთო არაფერი აქვს. რომ ქვეყნის მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, ხოლო დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლდეს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშით დგანან. მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ჩვენ უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები პირველ რიგში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. როდესაც ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონს მიიღებს, სწორედ გარედან შემოსული თანხებით დაფინანსებული ჯგუფები პარლამენტის შენობას შეუტევენ. თუმცა რადიკალურ, ძალადობრივ აქციებს არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი არ დაგმობს. მათ შორის არც ქვეყანაში მყოფი ელჩები. არ დაგმობენ, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ისინი თავად წარმოადგენდნენ ოპოზიციურ მხარეს. ასე წარმოქმნეს ხელოვნურად და შემდეგ ზრდიდნენ პოლარიზაციას ქვეყანაში. წარმოაჩენდნენ, რომ ეს რადიკალიზმი კი არა, თითქოს და გაბრაზებული ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა იყო, რომელსაც ხელისუფლება ვითომ და მათ ართმევდა. ეს ხომ ამ გარე ძალების ქართული წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზს წარმოადგენდა. 2024 წლის 14 მაისი. ოპოზიციის აქციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მივლენ. მათ მხარდაჭერას გამოუცხადებენ და მმართველ გუნდს სცენიდან ქართულ კოშმარად იხსენიებენ. ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია, გთხოვთ ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის ამომრჩევლებო, მოусმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოусმინეთ თქვენ შვილებს, ძმებს და დებს. 2024 წლის 16 მაისს საქართველოში ანტისამთავრობო აქციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდებიან. სცენაზე წავლენ, რითაც პირდაპირ დაადასტურებენ, რომ ისინი ქართველ რადიკალებთან ერთად არჩევნებში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. მათი სურვილია, რომ ბიულეტენებს მიღმა ამომრჩეველი ერთ დროს ანტიდემოკრატიული რეჟიმის ჩინოვნიკებს კი არ ხედავდეს ოპოზიციიდან, ან მართულ აგენტოკრატიას, არამედ ევროკავშირის ვარსკვლავებიან დროშას. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია თავად შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ექნება ის მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც კარგავ თავისუფლებას, კარგავ უფლებას, თავად როგორც ერმა გადაწყვიტო, რას მიეკუთვნები, რა სახის ღირებულებებს იზიარებ. 2024 წელი, 23 მაისი. არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი. ბლინკენის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის მიზნით აცხადებს. სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ უცხოეთის აგენტების კანონით, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, ის მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა სამწუხაროდ და აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს განაგრძოს სულა ევროკავშირისკენ. ჩვენ გულდასმით განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია საპასუხოდ და მოველი რომ სომებს მივიღებთ. ევროკავშირი აკვირდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ველი რომ სიახლეები იქნება ამ კანონის შესაძლო შედეგების გამო. ეს იყო გზავნილი ევროპული სტრუქტურებისთვის, რომ მათაც გაეკეთებინათ კონკრეტული მინიშნებები ოპოზიციის სასარგებლოდ შედგენილი მთავარი წინასაარჩევნო ხაზის გასაძლიერებლად, რომლის მიხედვითაც რადიკალების არჩევა ევროპის არჩევას, ხოლო ხელისუფლების მხარდაჭერა ევროპისგან დაშორებას ნიშნავდა. ბრიუსელიდანაც არ დააყოვნეს. 2024 წელი, 27 მაისი. უცხოური გავლენის შესახებ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენს. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების გამოცდა იქნება. 2024 წელი,
24 ივნისი. არჩევნებამდე 4 თვით ადრე ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ევრობიუროკრატების ღია მუქარა გაჟღერდება. საქართველოს კარი გახდეს ევროკავშირის წევრი ღია, მაგრამ ხელისუფლება აგრძელებს იმავე გზას. თუ ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებენ, ეს კარი დაიკეტება. ქართველი ხალხი გადაიხდის შედეგებს, ფაქტობრივად ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან თუნდაც გაუქმდება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მომდევნო დღეს 2024 წლის 25 ივნისს კი ევროკომისიის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო ოპოზიციურ პროპაგანდისტულ TV პირველს ჩაერთო და პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის მთავარია არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. რითაც პირდაპირ თქვა, რომ მხოლოდ ამაზე იქნება დამოკიდებული, შეცვლის თუ არა ევროკავშირი მის უსამართლო მიდგომებს. რეფორმები, სუვერენული სახელმწიფოსა და მისი გადაწყვეტილებების პატივისცემა არაფერს ნიშნავს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იყვნენ ძალიან მკაფიო, როცა თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო გაყინულია. მთელი სპექტრია იმ ზომების, რომლის მიღებაც შეგვიძლია. დაველოდებით არჩევნებზე როგორ განვითარდება პროცესები. ამის შემდეგ კი ვიმსჯელებთ დამატებით ზომებზე. 2024 წლის ივლისი. არჩევნებამდე 2 თვით ადრე საარჩევნო პროცესში ოპოზიციის სასარგებლოდ ღიად იწყებენ პოზიციონირებას ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში. მათ ამჯერად ევროპული დახმარების გაყინვაზე გააკეთეს აქცენტი. იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს ხელისუფლების პოლიტიკით ყველა ქართველი დაზარალდება. ამ პროპაგანდის პირველ სამიზნედ ჯარი აირჩიეს. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით შეჩერებულია. ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იყო ჯარში დისონანსის შეტანისთვის. ამ ქმედებით მათ სურდათ პროცესის ისე წარმოჩენა, თითქოს და ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ანტიევროპული ქმედებები ჯარსაც აზიანებდა. თუმცა ვერ გათვალეს, რომ მსგავსი განცხადება კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ჯარი 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო მოკავშირეთა სამშვიდობო მისიებში, მათი გადაწყვეტილება ჯარისკაცებში უსამართლობის განცდას აჩენდა. ზუსტად ერთ დღეში 2024 წლის 10 ივლისს გერმანიის ელჩმა განაცხადა. გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მართალია გერმანიის ელჩის განცხადებაში ნახსენები ფინანსური ვალდებულება სინამდვილეში სესხი იყო, მაგრამ აქ ხომ მნიშვნელოვანი პროპაგანდა და რადიკალური ოპოზიციისთვის ქულების დაწერის მცდელობა იყო. იმის წარმოჩენა, ვითომ და რამდენ რამეს კარგავდა საქართველოს თუ ოპოზიცია არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებდა. კიდევ ერთ დღეში 2024 წლის 11 ივლისს საფრანგეთის ელჩი აკეთებს განცხადებას. ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია შეატრიალოს კურსი იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე ყველა სფეროში. არანაირი პირდაპირ საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტი და საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს. ამიტომ არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ, რაზე იყო აქ საუბარი, სადაც ფიქრობენ, რომ ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში ჩარევის მსგავსი პრეცედენტი და მასშტაბი აქამდე არ ყოფილა. ოპოზიცია სრულად დამოკიდებული გახდა გარე აქტორებზე. უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინ სულ რამდენიმეჯერ გავიდნენ ამ მომრჩეველთან შეხვედრაზე. არც ერთხელ უსაუბრიათ მათ გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე, რადგან ასეთი არც არსებობდა. ყველაფერი ხომ მხოლოდ ევროინტეგრაციის თემაზე და შანტაჟზე აეწყო. საგულისხმოა, რომ ეს რამდენიმე შეხვედრაც ევროპული ქვეყნების საელჩოების დაფინანსებით მოეწყო. განსაკუთრებით აქტიურობდა დანიის საელჩო. დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიება მხარს უჭერს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას. მაგრამ რეალურად ყველა ვხედავდით, რომ ეს იყო ოპოზიციის სასარგებლოდ გამართული შეხვედრები. არა ყველა პარტიისთვის, როგორც პროპაგანდირებდნენ, არამედ კონკრეტული ძალების მხარდასაჭერად. იმ ძალების, ვისი პარტიული სიმბოლიკებიც გამოფენილი იყო და ვისი ლიდერებიც აგიტაციას ეწეოდნენ. 2024 a pivotal year
2024 წლის 3 სექტემბერი. თბილისში კონფერენცია იმართება სახელად გარდამტეხი წელი, სადაც შეკრებილები არიან როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი მიკერძოებული პოლიტიკოსები და ანტისახელისუფლებო განცხადებებს აჟღერებენ. არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ამიტომაც მათ განცხადებებში კონკრეტიკა იმატებს. უკვე აღარავინ აღარაფერს მალავს და ალამაზებს. ყველაფერს პირდაპირ ამბობენ. მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა ეს, ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხიბლავს მომწონს ის თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა შევიკავოთ თავი იმისაგან, რომ არ გავმართოთ დებატები, მაგალითად უვიზო მიმოსვლის საკითხზე, თუ კი აქ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. გაუარესებაში კი ცხადია ქართული ოცნების გამარჯვება იგულისხმებოდა, რაც უცხოელი აქტორების ინტერესში სულაც არ იყო. პარალელურად მათ ხომ იცოდნენ ქართული ოცნების მზარდი რეიტინგის შესახებ. ამიტომაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა პროპაგანდის როგორც რაოდენობამ, ისე სიმძაფრემ. მაგალითად სექტემბრის თვეში თითქმის დღე არ გასულა, რომ უცხოელ აქტორებს რაიმე ანტისამთავრობო განცხადება არ გაეკეთებინათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს, ძალიან მავნე კანონია. შეწუხებული ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს. ოცნების პირობებში საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ აქვს. მიდით ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსლა, თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ მომდევნო ბელარუსი გახდეთ, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიყავხართ. ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა, ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან. ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგის ნამდვილი გმირია. მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს აქვს არჩევანი დემოკრატიას ან ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. ოპოზიციის სრული უმოქმედობისა და გარე აქტორების სრული მობილიზების ფონზე მივედით 2024 წლის ოქტომბრამდე. არჩევნებამდე დარჩენილი 26 დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, სრული მობილიზება გამოცხადდა. ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები, ევროპარლამენტი, ევროკომისია, უცხოური ფულით დაფინანსებული NGO-ები. ყველა ერთიანად უტევდა ხელისუფლებას და ლობირებდა რადიკალურ ოპოზიციას. ყველა ერთი მესიჯის, ევროინტეგრაციისა და ოპოზიციის არჩევას შორის ტოლობის დასმის ირგვლივ იყო გაერთიანებული, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე საზოგადოებას ურეიტინგო ოპოზიციის არჩევას აიძულებდნენ. თვლიდნენ, რომ მსგავსი პროპაგანდით ამ მომრჩეველს სხვა გზას უბრალოდ არ დაუტოვებდნენ. 2024 წლის 8 ოქტომბერი. ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე დებატები იმართება. პარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს ქართული ოცნებიდან. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. შეუძლებელია იყო პროევროპელი და ამავდროულად პროკრემლისტური. საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს და გაზარდა რუსეთის პირდაპირი გავლენა ქვეყნის არჩევნებზე. მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოს დაუბრუნოს თავისი ევროპული ოცნება. მოუწოდებ ქართულ ხალხს უარყონ რუსეთის მხრიდან მომდინარე საშინლად დამანგრეველი მანიპულაცია. საქართველო ახლა ფრონტის ხაზზეა. ჩვენ ყველანი ვხედავთ შეტევას ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რუსულ ფაშისტური ნარატივების თავსმოხვევით. ერთად უნდა დავაბრუნოთ საქართველო დემოკრატიისა და სამართლის გზაზე. 2024 წლის 14 ოქტომბერს ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იტყვის: საქართველო უფრო დამდგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. დავილოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. 2024 წლის 17 ოქტომბერი. არჩევნებამდე 9 დღით ადრე ლიეტუვის პრეზიდენტი პირდაპირ ეცდება ზეგავლენა მოახდინოს ამ მომრჩევლის თავისუფალ ნებაზე და იტყვის, რომ საქართველოს არჩევნებში ქვეყნის მიმართულების ბედი წყდება და პროევროპული, ანუ მათი გაგებით ოპოზიციური ძალები თუ გაიმარჯვებენ, ევროკავშირი განსხვავებულ გზას შესთავაზებს საქართველოს და მის მოსახლეობას.
საქართველოში ტარდება კრიტიკული მნიშვნელობის არჩევნები, იმიტომ რომ საქართველო წყვეტს თავის მიმართულებასაც. თუ საქართველო შეინარჩუნებს სტატუს კვოს, არ მგონია რომ ჰქონდეს შანსი იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, შესაძლოა ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ მას ძალიან მივესალმებით. 2024 წლის 21 ოქტომბერი. არჩევნებამდე 5 დღით ადრე 13 ევროპული ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდება. გასული თვეების განმავლობაში საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან, განსაკუთრებით კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. და აი ასე და ამგვარი მასშტაბის პროპაგანდის პირობებში მივედით 2024 წლის 26 ოქტომბრამდე. როგორც ნახეთ, გარე აქტორებმა ფაქტობრივად მთელი რესურსი ჩადეს წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის მხარდასაჭერად. ჯერ განცხადებებით ქმნიდნენ აპოკალიფტურ სურათს, შემდეგ კი ვითომდა ხელისუფლების პოლიტიკის გამო გართულებული მდგომარეობიდან გამოსავლად ხალხს ერთადერთ გზად ოპოზიციის არჩევას სთავაზობდნენ. და მათ რაღაც მომენტში დაიჯერეს, რომ პროპაგანდა მიმუშავა. დაიჯერეს, რომ ხალხის არჩევანზე ზეგავლენა მოახდინეს. დაიჯერეს, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მათ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც შანს საზოგადოება მიამიტად ჩათვალეს, რომელიც ვერ არჩევს, რომელი მეტად პრიორიტეტულია მისთვის. მისი ბედი მის სამშობლოში წყდებოდეს, თუ სხვა კარნახობდეს როგორი ცხოვროს. მისი სამშობლო მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მართოს, თუ გარედან დანიშნულმა აგენტოკრატიამ. ოპოზიციის პატრონებმა საკმაოდ დიდი რესურსი ჩადეს წინასაარჩევნო პროცესში. ფული, ზეწოლა, შანტაჟი, დაპირება, ავტორიტეტი, გავლენები, რეპუტაციაც კი სასწორზე შემოდეს. ყველაფერი გამოიყენეს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულები იყვნენ. ამიტომაც აფასებდა მათი მართული ოპოზიცია არჩევნებამდე ყველაფერს დადებითად. ხმები იქნება დაცული, არის დაცული, ორები რაც ვრცელდება, რომ ეს აპარატები რაღაცას კიდე მოიცავს და შეიძლება რომ იცოდნენ ვინ ვის აძლევს ხმას და რაღაცა, ეს არის ჭორები. ნახეთ, აპარატი არის უშეცდომო, ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიკონტროლებთ. ეს არის უმაღლესი დაცვის და უმაღლესი სტანდარტის ტექნოლოგია. დაიწერს ქართული ოცნება, შედეგს ეს შეუძლებელია. სწორედ უცხოელებისგან იყვნენ ისინი შეგულიანებულები, რომ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ამიტომაც იზეიმეს გამარჯვება 26 ოქტომბრის საღამოს, კენჭისყრის დასრულებისთანავე და არც დალოდებიან ცესკოს წინასწარმონაცემებს. ის თქმავი და დიდი ხარია, რომ ოცნება დამარცხდა. ეგერი გადადიან ოპოზიციაში. ოპოზიციამ გაიმარჯვა და არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა ძალიან დიდი უპირატესობით. გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას. მაგრამ ბოლოს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწიათ. ოპოზიციას და უწინარესად მათ პატრონებს მოუწიათ გაეგოთ, რომ ქართველი ხალხი მათ ანკეს არ წამოეგო. საზოგადოებამ მიუხედავად არნახული მასშტაბის პროპაგანდისა, სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება და მის მიერ მხარდაჭერილ ხელისუფლებაზე განხორციელებული გარე ზეწოლა და წნეხი პერსონალურ ზეწოლად მიიღო. ქართული ოცნება 54.8%. სინამდვილეში გარე ძალებმა მართლაც გაუმარტივეს ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება, ოღონდ არა ოპოზიციის სასარგებლოდ. ევროპელების ანტიევროპულმა უსამართლო მოქმედებებმა ხალხს დაანახა, რომ არჩევანი რეალურად სუვერენიტეტსა და გარე დაკვეთების შესრულებას შორის, ეროვნულ ძალასა და აგენტოკრატიას შორის უნდა გაეკეთებინა. და ამ არჩევანმა სრული აპათია და ფრუსტრირება გამოიწვია როგორც რადიკალებში, ისე მათ პატრონებში. და პირველი, რაც მოიფიქრეს არჩევნების არაღიარება იყო. არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. ჩვენ ვართ განრისხებულები, შეშფოთებულები ვართ ცნობებით არჩევნების დროს სხვადასხვა დარღვევის შესახებ. სასოწარკვეთილმა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად შექმნა ტოქსიკური საარჩევნო ატმოსფერო. საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრით ჩამოუვარდებოდა. ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს. საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. ქართული კოშმარი ქართველი ერის ევროპულ მომავალს იპარავს. ოცნება ემზადება გამარჯვების გამოსაცხადებლად და მთავრობის ფორმირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ წააგეს. ქართველი ხალხი ამას არ მოითმეს, მაგრად დადექი საქართველო.
საქართველო ნამდვილად დადგა მოწოდების სიმაღლეზე. ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. 27 ოქტომბერს ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია EUTOODIR არჩევნებს აღიარებს. იტყვის, რომ გარემო კონკურენტული იყო, არჩევნები კარგად ადმინისტრირებული. 26 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამ მომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის. გუშინდელი არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის, არამედ ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია. პარალელურად დაანგრევს მითს, რომელსაც ოპოზიცია ქმნიდა. თითქოს და EUTOODIR-ს მის ანგარიშში არ უხსენებია, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნები იყო კონკურენტული. შეგიძლიათ ისიც გითხრათ, იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ასეთ ტერმინებს არ ვეყიდებთ. ისე კი დემოკრატიის თვალსაზრისით არჩევნები იყო ადეკვატური. გაუმჯობესების პერსპექტივით. შედეგად, გარედან მართული ოპოზიცია უსაფუძვლო ბრალდებებში ჩაიკარგა. არჩევნები გაყალბდა, რამე კონკრეტული მტკიცებულება გაქვთ თუ რა საფუძველზე ამბობთ ამას? დიახ, კონკრეტული მტკიცებულება. შეგიძლიათ კონკრეტული მტკიცებულებები გაქვთ? თუ შეიძლება აი უნდა ჩავერთო სხვა ტელევიზია. არ მაინტერესებს მედაბეგეონები თქვენი შინაარსი მეგეონები. თქვენ გაქვთ? ოდიში მირეკავ. რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო ჭმუნვებს ზურაბიშვილიც შეუერთდება. კენჭისყრამდე თუ ამბობდა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები იდეალურად მუშაობდა, ახლა თქვა, რომ ის გაყალბებისთვის იქნა გამოყენებული, მაგრამ როგორ არ დაუკონკრეტებია. ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებია გაყალბება. როგორც ჩანს, ზურაბიშვილისა და რადიკალების მფარველები უცხოეთში მიხვდნენ, რომ მათი მორჩილი ძალები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არჩევნებში დამარცხდნენ. მათი მცდელობები არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს უსუსურად გამოიყურება. ხოდა 27 ოქტომბრის ღამეს ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ინიციატივას კვლავ საკუთარ ხელში აიღებენ და პირველი დირექტივაც გაიჟღერებს. განცხადებას ჟოზეფ ბორელი და ევროკომისია გაავრცელებს. მოუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. მას მალევე მოჰყვება სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაც. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების თაობაზე. გამოძიებაზე ალაპარაკდება იმ დროს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. არჩევნები ჩატარდა და არის სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ. უცხოეთიდან მოსულ დირექტივას არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე ცრუ ნარატივების შექმნა სჭირდება, რადგან თუ არ არის დარღვევა, გამოსაძიებელიც არაფერია. სწორედ ამ განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ იწყებს ოპოზიცია არჩევნებზე მომხდარი დარღვევების ძებნას, უფრო სწორად დარღვევების გამოგონებას და მათი ყოველი მომდევნო გამოგონილი დარღვევა წინაზე აბსურდული იქნება. ჩვენ ვიყავით მოწმე და სხერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის ჩვენ ვართ კარგი ტვინები, პატრიოტები, შეკრებილები, ახლა ერთად ვაანალიზებთ გაერთიანებული შტაბის პრინციპით, სადაც ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია, ტოპ ტვინებია. ერთი კონკრეტული ფაქტი რომ დაგუსახელოთ. აი, მაგალითად, ახლავე შემიძლია გავხსნა ტელეფონი. აქტიურად, არა, ქართულ მოუწნებამ 1213-დან ქართულ მოუწნებამ მიიღო 123 ხმა. ასევე სხვა პარტიებმაც მიიღო ხმა, რომ შევკრიბავთ, გამოდის, რომ 94% მოვიდა. ანუ აი ასე აპირებს თქვენ მტკიცებულებების წარდგენას შესაბამის წებებში, ანუ ესე გაქვთ მომზადებული 23 ადამიანი, თუ დავამატებთ ამ 23 ადამიანს, გამოვა რომ 140%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. წარმოგიდგენიათ? საუბარია 300,000 ხმის გაყალბებაზე. მასშტაბს ხომ აქვს მნიშვნელობა? ნორმალური გონიათ 1200 კაცი ან უბანზე ქართული ოცნება რომ მიიღებს 123 ხმას, ეს ნორმალური გონიათ? ამ უსუსურობას უცხოელი აქტორებიც ხედავდნენ. მათაც კარგად იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ როგორც ვახსენეთ, ისინი ხომ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ. ქართული ოცნება მორჩილი აგენტოკრატიით უნდა ჩანაცვლებულიყო და აქ ხალხის აზრს, მათ არჩევანს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოპოზიციის პატრონებს არ აკმაყოფილებდათ 4 ოპოზიციური სუბიექტის მიერ მოპოვებული 60 ოპოზიციური მანდატი. მათ ნებისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამიტომაც რადიკალები პარლამენტს მიღმა დატოვეს რევოლუციის მოსაწყობად.
ქუჩის აქციების პარალელურად დაიწყეს ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პირის დისკრედიტაცია, ვინც არჩევნები აღიარა. იმდენად დიდი იყო სურვილი საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ, რომ ევროპარლამენტარები ისტორიაში პირველად არც დაეთანხმნენ, არც გაიზიარეს და არც საბოლოო დასკვნას დალოდებიან. ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, რომელიც ასევე მჭიდრო კავშირშია რადიკალურ ოპოზიციასთან, ევროპული გავლენიანი სადამკვირვებლო ინსტიტუტი EUTODIR პირდაპირ დაადანაშაულა არადემოკრატიული რეჟიმების გავლენით მოქმედებაში. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ ODIR არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. შემდეგ რეზოლუციაც მიიღეს, სადაც ყოველგვარი ფაქტისა და არგუმენტის გარეშე ჩაწერეს, რომ უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათ ხელახლა ჩატარებას 1 წლის განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. პროცესების ქრონოლოგია ასე განვითარდა. გარე ძალებმა ოპოზიციას არნახული მასშტაბის მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერივნენ. ცდილობდნენ ხელისუფლება ჯერ არჩევნების გზით შეეცვალათ. არ გამოუვიდათ. შემდეგ არჩევნების შედეგების არაღიარების პროპაგანდა წამოიწყეს. ამჯერად ქუჩის აქციებით ეცადნენ არჩეული ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ პროტესტი ვერ ააგორეს. ხალხმა არ დაუჯერა არჩევნების ვითომ და გაყალბების შესახებ წარმოებულ პროპაგანდას. რაიმე უფრო მძლავრი იყო საჭირო. 2024 წლის 16 დეკემბერს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი უნდა განეხილათ. და სწორედ ამ მოვლენაზე აეწყო მთელი პროცესი. მათ გეგმა უკვე ჰქონდათ, მზადებაც დაწყებული. ევრობიუროკრატები საქართველოს დაუმსახურებლად, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში არ გაუხსნიდნენ მოლაპარაკებებს, განსხვავებით უკრაინა მოლდოვისგან. ქართველი ოპოზიციონერები, რადიკალი აქტივისტები თუ NGO-ები ამ ფაქტზე აღშფოთდებოდნენ და მოქმედებაში ჩაუშვებდნენ უკრაინული მაიდნის ქართულ ვარიანტს. თუმცა ქართულმა ოცნებამ მათი გეგმები ამოაყირავა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტრიბუნასთან გამოჩნდა და თქვა: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძოთ ასოცირების დღესასრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. თითქოს ყველაფერი მარტივად იყო. საქართველოს არ იქნება გაწევრიანების ინიციატორი იქამდე, სანამ სრულად არ შეასრულებს ევროასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს. და ეს 2028 წელს მოხდება. თუმცა თუ ევროკავშირს სურს, რომ დღესვე გაუხსნას ქვეყანას მოლაპარაკებები, ხელისუფლება მზადყოფნას აცხადებს. კეთილი ინებონ თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა, დადონ მაგიდაზე დღესვე მოვაწერ ხელს. ფაქტია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, უცხოელი აქტორების გეგმებით დაიშალა. ამიტომაც მათ დაგეგმილზე ადრე მოუწიათ პროცესების რადიკალიზაცია. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ არც ერთ საელჩოს, არც ერთ ევრობიუროკრატს, შტატების იმდროინდელი ხელისუფლების არც ერთ მაღალ თანამდებობის პირს არ დაუგმია თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე რადიკალური და დანაშაულებრივი ქმედებები. არ დაუგმიათ მოლოტოვის კოქტეილების სროლა სამართალდამცავებისთვის. არ დაუგმიათ ქვეყნის სუვერენიტეტის სიმბოლოს, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. არ დაუგმიათ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე. ძალადობრივ აქციებში არასრულწლოვნების გამოყენება. პირიქით, გერმანიის საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ გამოაქვეყნა პოსტი და წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში. თუმცა მიუხედავად ამ ცდილობებისა, როგორც არჩევნებამდე არსებულმა პროპაგანდამ და ზეწოლამ არ გაამართლა, როგორც არჩევნების შემდეგ შანტაჟმა არ გაამართლა, ასევე არ გაამართლა ძალადობრივმა აქციებმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დიდი ძალისხმევის შედეგად მოიგერია სახელმწიფომ და ეროვნული ინტერესების დაცვას ასეულობით პოლიციელის ჯანმრთელობა და ერთი მათგანის მხედველობა შეეწირა, მაგრამ ამ ფაქტზე უცხოელები დუმდნენ. პირიქით, ძალადობას მშვიდობიან პროტესტად რაცხავდნენ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას კი არალეგიტიმურად. საქართველოში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. ქუჩაში არის ძალადობა, რაც შეეხება არჩევნებს, ის ყველას მიერ არაა აღიარებული. არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისათვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა სხვა გზა არ არსებობს.
ჩვენ არ შეგვიძლია და ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში არალეგიტიმურია. არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები როგორც გამჭვირვალე, პატიოსანი და დემოკრატიული. ეს ასე არ იყო, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ამ საკითხს განვიხილავთ დღეს. ასევე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომების ჩამონათვალი, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია სამომავლოდ. თუ საქართველოს ხელისუფლების წევრები არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უბიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გაგება, რაც ხდება საქართველოში ძალადობა მომიტინგეებზე, პრობლემების საარჩევნო პროცესში მიუღებელია. პრემიერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს შეაჩერებს 2028 წლამდე. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პირველებმა შემოიღეს პირადი სანქციები. ეს არის ის მიმართულებაც, რომლითაც ჩვენი დიპლომატები იმუშავებენ ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ იქ კონსენსუსია საჭირო, რაც უახლოეს დღეებში განიხილება. ჩემთვის ყველაზე დიდი მედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას, ასე რომ ქართულმა ოცნებამ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება. განვიხილეთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიური დისკუსია შედგა. ისე გამოვიდა, რომ ევრობიუროკრატია ცდილობდა ქართველი ხალხის დასჯას მისი არჩევანის გამო, რომელიც ამ უცხო ძალების დღის წესრიგს არ დაემთხვა. მათი ქმედებები წაგებული მხარის გაბრაზებულ, განრისხებულ რეაქციას გავს, რომელიც მოულოდნელი მარცხით გამოწვეული იმედგაცრუების გამოხატულებაა. და ამ იმედგაცრუებას სრულ აპათიად აქცევს შტატების პოლიტიკა. აღარც USAID-ის ფულია და აღარც პოლიტიკური თუ მორალური მხარდაჭერა. სრული იგნორი. რადიკალების ეს იმედგაცრუება საუკეთესოდ წარმოაჩინეს დაპრანკულმა ზურაბიშვილმა და უჩანანუაშვილმა. ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან. ევროპელები კი ძალიან აჭიანურებენ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ თანხა სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა, მომართავდნენ სამოქალაქო საზოგადოებისკენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა, ასე რომ ახლა კრიტიკული მომენტი დადგა. დაფინანსება გაჭირვებით მოდის უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამო. ჩვენი ზოგიერთი პროგრამა ფინანსდებოდა ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტის მიერ, მაგრამ ახლა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამო ეს გართულებულია. ჩვენ მთელი რიგი პროექტები გვქონდა, რომლებსაც ასევე ამერიკის საელჩო, USAID, დემოკრატიის ნაციონალური სახლი აფინანსებდა. ახლა კი ისეთი მოცემულობაა, რომ სურვილის და მიუხედავად ყველას უწევს მიიღოს რეალობა. ამიტომაც ნელ-ნელა ქრება პროპაგანდის ბურუსი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე, რაზეც მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრებიც მოწმობს. და ამ რეალობის პარალელურად მაინც არის მცირე ჯგუფი დარჩენილი ევრობიუროკრატიაში, რომლებიც სიხისტეს ინარჩუნებენ. ეს გარკვეულწილად გასაგებიცაა. მათ ოპოზიციაზე მეტი გაიღეს და ამიტომაც ოპოზიციაზე მეტად განიცდიან დამარცხებას. ამიტომაც აქვთ ამდენად მძაფრი რეაქციები ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ როგორც ჩანს, მართლა ეგონათ, რომ თავიანთივე დაფინანსებული NGO სექტორი და რამდენიმე ათასი აქტივისტი იყო საქართველო, მაგრამ შეცდნენ. ისინი ხელთარსებულ ყველა კარტს ჩამოვიდნენ საქართველოს წინააღმდეგ და ყოველ ჯერზე დამარცხდნენ. ფსონზე შეაგდეს რეპუტაციაც და ახლა უჭირთ რეალობის მიღება. ხო და პროცესს ინერციით მიყვებიან. ამ ინერციის შედეგს ხედავთ რუსთაველზე ბოლო თვეებია. ყურადღების მიღმა დარჩენილ ძაღლის ყეფას, მიმავალი ქარავნის გვერდით.